მაშინაც ბატონებო უპირველესად ინფორმაცია მათვის, ვინც არ იცის რა მოხდა. გთხოვთ სულ ერთ წუთს გაძლევთ იმისთვის, რომ მაყურებელს აუხსნათ, რატომ აღარ გადის ეთერში სარკმელი. მე გოგი დაიწყებს. კი ბატონო. ზუსტად 2 კვირის წინ ფაზბინდერის ფილმების რეტროსპექტივი გრძელდებოდა, უნდა ნაჩვენები ყოფილიყო, ჩვენ ნაჩვენებით ამ ფილმებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და დავიცავით ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, ამ ციკლში ჩართული იყო ფაზბინდერის სახელგანთქმული სურათი, პეტრა ფონ კანტის ცხარეცრემლები, მაგრამ 2 დღით ადრე გახდა შესაძლებელი ამ ფილმის მიტანა რედაქციაში, რადგანაც მოგეხსენება ჩვენ თარგმნელზე ვართ დამოკიდებული და გადაცემა გამოცხადდა კიდეც ფილმი პროგრამით, მაგრამ ზუსტად 2 საათით ადრე ბატონმა ზურაბმა მე დამერეკა და შემომთავაზა, შეგვეცვალა ფილმი ფაზბინდერის რომელიმე სხვა სურათით, იმიტომ რომ მისი აზრით ამ ფილმის ჩვენება დღეს ტელევიზიით არ შეიძლება. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამისა. რატომ მე ეს უკვე აღნიშნე პრესაში, თუ იქნება საშუალება. და დღეს სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ჩვენ აქ რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. ბატონო, ამიტომაც თუ გინდათ ულტიმატუმი, როგორც ულტიმატუმად მიიღეს, თუ გინდათ არა, არ ვიცი, მე ვთვლი რომ ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის უბრალოდ პროფესიონალიზმი, მე გავწყვეტე საერთოდ ციკლი, იმიტომ რომ სხვაგვარად როგორც იყო ჩაფიქრებული ეს ციკლი, სხვანაირად სურათი, უბრალოდ ციკლი დაერღვეოდა. ფოტოშორის უნდა გითხრათ რომ არა ჩემი ეს ნაბიჯი შეიძლება არ ყოფილიყო დისკუსია ამის შესახებ პრესაში, ალბათ არ იქნებოდა ყველაფერი ჩვეულებრივად ჩაივლი და არ იქნებოდა თქვენი ეს გადაცემა. ამ დროს მე მგონი ეს გადაცემა დროულია. ეს უნდა შემდგარიყო და შეიძლება ზოგიერთი მარგებელიც არის. ბატონო ზურაბ, თქვენი ვერსია? ზუსტია. ერთხელ ფილმის შეცვლა ბატონ გოგის. იმიტომ რომ როგორც მან აღნიშნა ჩვენ ტელეფონით ვისაუბრეთ, მე მართლაც არ მიმაჩნია მიზანი შეცვლილად ამ ფილმის ტელევიზიით ჩვენება. მე ვერ ვიტყვი რომ არ შეიძლება ეს სხვა ფორმულირებაა, მაგრამ არასასურველი რომ არის ეს ფაქტი. გარდა ამისა, რაც შეეხება ფილმის რუბრიკის და რეტროსპექტივის თანმიმდევრულად დაწყობას ქრონოლოგიური პრინციპით. მე მგონია რომ ეს არ არის ერთადერთი პრინციპი, შეიძლება წარმოადგინო შემოქმედი მისი რეტროსპექტივა და არაჩვენო ყველაფერი ქრონოლოგიურად და არაჩვენო საერთოდ ყველაფერი. მით უმეტეს რომ გოგი თავად არჩევს რამდენიმე ფილმს და გადარჩევის პრინციპით რამდენიმე სტოლებს. ჩემში პროტესტ ისიც რომ რაც პრესაში დავწერე, გოგი ძალიან ერთგულია თავისი პრინციპის და არ ადაგდებს ჩვენ პრინციპს. ამაზე დაყრდნობით ვშელობს იმაზე რომ ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში მე მაქვს არა პრინციპი, არამედ ეს მომდინარეობს იქიდან რომ მე სხვისი თვალით ვუყურებ ფილმს და ესე იგი ცენზორის თვალით ალბათ. მე საერთოდ ჩავარწმუნდით მიმეჩნია. თქვენ თვლით რომ პროფესიონალი ბრძანდებით? იცით ასეთ დახასიათებებს ხვებს ასევე. თქვენ მე ვთვლი რომ პროფესიონალი. სხვადასხვა დამოკიდებულება არის ერთი და იგივე თემის. შეიძლება სწორედ ეს არის ჩვენი შეხვედრის იმიტომ რომ ეს საკითხი დაისმევა დღეს ბევრჯერ და მოდით ამით ამოვწუროთ. ბატონმა ზურა პრესაში აღნიშნა, მას გაუკვირდა რომ მე პირადად არ აღნიშნე, ესე იგი რომ სწორედ ბატონმა ზურამ აკრძალა, ასე ვთქვათ, მისი სახელი არ დავასახელე. და მე ეს სრულად გააზრებულად გავაკეთე. აი სულ ახლა ხან სანამ აქ მოვდიოდი, მე შევხვდი ერთ ფილოსოფოს მამუკა ერიქაშვილს, მამუკა ლეკიაშვილს, რომელმაც მე მითხრა ასეთი რამ, ძალიან საინტერესო აზრი. მან თქვა რომ ჩვენში აღარ არის ცენზურა, თითქოს აღარ არის კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ჩვენ ცენზორს უწოდებდით, მაგრამ ჩვენში შექმნილია ცენზურის ანონიმური ველი. როცა ვერავის ვერ მიაწერ, ვერ დააბრალებ, ეს ველი არის ძალიან ერთგვაროვანი და ერთადერთი ფუნქცია აქვს მას დაიცვას საზოგადოებრივი აზრი ნებისმიერი შეშფოთებისაგან. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებრივი აზრი დავიცვათ ნებისმიერი შეშფოთებისაგან, ესე იგი საზოგადოებრივი აზრი ფაქტიურად მკვდარია და როცა საზოგადოებრივი აზრი არ არის ინდივიდუალური აზრიც, იმიტომ რომ ინდივიდუალური აზრი ყოველთვის ორიენტირებულია საზოგადოებრივ აზრზე და ბოლოს მან აღნიშნა, რომ ცენზურას აქვს ანონიმური ველი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ჩვენთაგანი შეიძლება ამ ანონიმური ველის მსხვერპლი გახდეს, ისე რომ მან ეს არც იცოდეს. ამიტომაც მე პირადად კარგად ვიცნობ ბატონ ზურაბს და მე ისევ ჩემი აზრის ვარ, მე მაინც მგონია, რომ ბატონ ზურას არ აუგრძალია ეს გადაცემა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მან ვიღაცამ დაავალა მას ეს. მე არა ვარ ასეთი, რომ
ესე ვიფიქრობ, მე მისი გულწრფელობის მჯერა, მე მაინც მგონია რომ ბატონი ზურა აღმოჩნდა ამ ცენზურის ანონიმური ველის ტყვეობაში. ანუ მან კარგად იცოდა რომ ხვალ ზეგ შეიძლებოდა მის ოთახში შემოვარდნილი იყვნენ იგივე ტელევიზიის თანამშრომლები, მას აეშლებოდა ამაზე ნერვები, ყოველი მათგანისთვის უნდა ემტკიცებინა რომ ეს ფილმი შეიცავს მაღალ მხატვრულ ღირებულებებს. ამიტომაც მე სულაც არ ვიხებ უკან, მაგრამ შეიძლება მე ბატონის ზურას ადგილზე ასევე მოქცეულიყავი ცენზურის ანონიმური ველის გავლენის ქვეშ და ალბათ იმიტომაც არ ვზივარ ამ ადგილს. ბატონო გოგა, ეთქვი რომ თავარი რეჟისორი იყო და ხეს კინო გამიგებთ რომ მე არ არის პოზიციაზე არ ვარ, ამთავითვე ალბათ ყველა ხვდება ამას, მაგრამ თქვენ ხომ შეარჩევთ თქვენი გემოვნების და მიხედვით ფილმებს? თავარი რეჟისორი? თავარი რედაქტორი რომ გზანდებოდეთ კინორედაქციისა. არა, არ შევარჩევდი. მე მგონია რომ რედაქცია უნდა ეხმარებოდეს ადამიანს, ავტორს თუ ენდობა მას და არა გრძალავდეს. როგორც ეს ხდებოდა დაახლოებით 4 თვის განმავლობაში, რაც მე ამ გაერთიანებას კონტროლობდი. შეიძლება. ერთი რეპლიკა მაქვს შეშფოთებასთან დაკავშირებით, მინდა გოგისოთ რა. აი თუ ლაპარაკია იმაზე, რომ მე შინაგანად მეშინია მაყურებლის შეშფოთება, მაშინ რას ნიშნავს ის, რასაც თქვენ წერთ ალიაში, რომ არ შეიძლება მაყურებლის შოკირება და ამიტომ მე რამდენიმე ფილმს არ ვაჩვენებ ფასბინდერის. ეს არ არის იგივე მოვლენა. არ არის იგივე. იქ ლაპარაკი იყო რამდენიმე ფილმზე, რომლის ჩვენება დღევანდელ პირობებში მე არ მიმაჩნია აუცილებელი, რატომ? არსებობს საერთაშორისო სტანდარტები ტელევიზიით ფილმების ჩვენებისა და მე პირადად ვეყნობი ამ სტანდარტებს. ის ფილმები, რომლებიც მე ჩამოთვალე ალიაში და რომელთა ჩვენებაზე მე უარი ვთქვი, ამ ფილმებს უჩვენებენ მსოფლიო ტელევიზიით, მაგრამ ყველა ფილმს წინ უძღვის ასეთი წარწერა. ფილმის ნახვა 18 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის, ახალგაზრდებისთვის მიზანშეწონილი არ არის. მე შარშან ჩვენს ტელევიზიას შევთავაზე, რომ ყველა ფილმის წინ ყოფილიყო ასეთი წარწერა, მაგრამ მე მითხეს უარი, რადგან აღნიშნეს, რომ ეს უკუ რეაქციას გამოიწვევს მაყურებელში და ბავშვები უფრო მოინდომებენ ამ ფილმების ნახვას. მე მგონი ეს მშობლების პრობლემაა, თუ ბავშვები მოინდომებენ ამ ფილმების ნახვას, წაიყვანონ თავიანთი ბავშვები ფსიქოლოგებთან, მაგრამ შეწირავენ და დააზარალებენ ამ ხრივ შემოქმედს. როდესაც ამის საშუალება შეიქმნება ტელევიზიაში, მაშინ კი ბატონო, რაც შეეხება ამ ფილმს პეტრა ფონკანტის ცხადაცემლებს, ამ ფილმს ყველანაირი გაფრთხილების გარეშე, აი ბატონი ნოდარია აქ, რომელმაც ნახა ეს სურათი და ის ალბათ თვითონ იტყვის, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე უჩვენებენ ტელევიზიით ევროპის ეკრანებზე. მაგალითად გერმანიაში. და ეს არის რაღაც თქვენ ამბობთ საერთაშორისო მიღებული ნორმები. ეს რაღაც დადგენილი ნორმებია? კი, დადგენილია, რა თქმა უნდა, დადგენილია, ისევე როგორც დადგენილია რა არის პორნოგრაფია, რა არის ეროტიკული ფილმი, რომელ კინოთეატრებში უნდა უჩვენო ასეთი ფილმი, მე მგონი სწორედ კინორედაქციამ ეს ნორმები უნდა იცოდეს. მე ახლა არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ნორმები კინორედაქციაში არის. კი ბატონო. თუმცა ის დროზე პერიოდიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსი ჩვენ მოგვიხდა ცხოვრება. ამერიკაში აი დიდი დეპრესიის პერიოდში უმკაცრესი ცენზურა არსებობდა. შიშველის სხეულის გამოჩენა, დეკოლტეს ჩათვლითაც კი არ შეიძლება. ხო, მაგრამ ჩვენ არ ვიმყოფებით დიდი დეპრესიის ეპოქაში მე 20 საუკუნის დასასრულს. არა, იქნებ ჩვენი ქვეყანა კიდევ უარესია და ამეტავს ვამდაბლებთ ჩვენს ქვეყანას და იცით, მაშინ იქ დადგა მელოდრამების ეპოქა. ეს დრო მოიტანა იქ. ხომ ასეა? აი ჩვენთან რაღაცა პირიქით მოხდა, მაშინ როცა ისროდნენ გარეთ, ისროდნენ ჩვენთან სახლშიც ტელევიზიით. ამან არ ვიცი ეს რამდენად ეს ფსიქოლოგების საქმეა უკვე ბატონო და მეთანხმებით, ეს უკვე ფსიქოლოგების საქმეა გაარკვიონ, სწორი იყო ეს თუ არ იყო სწორი? აქ ცეტრა ძალიან რამდენიმე მხარეა ჩემთვის პირადად რა. ჩემთვის ერთ-ერთი არის ჩემი ასე ვთქვათ შელახვა როგორც მაყურებლის პირველ ყოვლისა. თქვენი უფლებების შელახვა როგორც მაყურებლის. მივეჩვიე როგორც მაყურებელი. დიახ. ასე ვთქვათ ამ რუბრიკას, ამ გადაცემას და ვენდობი აი ამ პიროვნებას, რომელსაც მიყავს ეს უფრო მეტსა გეტყვით, რომ მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი ჩვენთაგანი ამ საათებს ელოდება, რომ ნახოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ მომენტში ჩვენ ნახავთ კინო ხელოვნების ნიმუშს. ესე იგი, ჩვენ კინოს კი ბევრჯერ უყურებთ. ტელევიზიით, თქვენი არხით, მეორე არხით, რუსულით. ნუ ეს სიამოვნება ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. ეს კინო ხელოვნება ბევრჯერ არ არის. არ არის კინო ხელოვნება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს უკვე გვაქვს ურთიერთობა ნამდვილ კინო ხელოვნებასთან. და აქ არის ერთი მხარე, რომ
რახან ჯერცეთი ალბათ ტელევიზია უნდა მუშაობდეს სხვადასხვა ადამიანებზე სხვადასხვა ინტერესებისთვის უნდა მუშაობდეს. რასაკვირველია. და ტელევიზორს აქ ძალიან კარგი თვისება გადასვლა შეიძლება ტელევიზორს ერთი არხიდან მეორეს. საერთოდ გამოთქვა შეიძლება. ინტერესებს ეგ შეიძლება არ ნახო. მე ტერაპია ძალიან უბრალო საკითხია. გამოთქვაში. მე მახსოვს ასეთი შემთხვევა იყო, როცა ჩარლი ჩაპლინის რაჩვენის რაღაც ერთი ნოველა, სადაც ერთმა მაყურებელმა მოიწერა, რომ იმან იმდენი ცინა ცრემლები წამოვიდა და ვერ ნახა წესერად და გთხოვთ ერთხელ კიდე გაიმეორო და მეორემ და მოიწერა, რომ ეს რა უცნაური კაცი გვაჩვენა და რა საჭირო არის ასეთი კაცის ჩვენება და რის პოპულარიზაციას აკეთებ თქვენ. მაშინ კინომცოდნე რომელსაც მიყავდა ეს თქვა რომ მე ვთხოვ იმას რომელსაც არ მოწონს ეს კაცი ცოტა ხანს გამორთოს ტელევიზორი და მეორე როცა ვერ ნახა იმან ნახოს და ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს საშუალება იმისა რომ უნდა გქონდეს ამის საშუალება დღეს არ არის კიდე ამის საშუალება რამდენიმე ახლა ავირჩიოთ რაღაცები და ესე იგი ნუ ვიფიქრებთ რომ აი რაღაცა შეზღუდვა ეს უკვე ეს არის ჩემი უფლების დარღვევა ერთგვარად ეს ხარი არის როგორც მაყურებლის კინორეჟისორის და ხელისუფლების წარმომადგენლისა? მე ცხოვრობ მე-15 სართულზე. დიახ. ლიფტი ჩვენთან არ მუშაობს. პირად ვერ გადაიხარცა. ელექტროენერგია როგორც იცით არ არის. მე ამოვდივარ და ტელეფონის პრინციპი თქვენთან არ არის, არ მუშაობს. აკუმულატორი, რომელსაც ჩართული აქვს პატარა ტელევიზორი. დიახ. და როცა ელექტროენერგია არის, მე მაინც ვუწევდი აი ამ გადაცემას. ვიცი რა ეს გადაცემა და ამ სიცივეში და ნავთქურასთან ვზივარ და უყურებ ამას. თქვენ მე ამას მართვით. რა ნებით? მე რატომ მიყურებთ? მე საერთოდ ზურას ლაპარაკობ, ეს ყველას მიმართა. ეს ერთი. მულო შეგითხალი ძალიან გაიგო. ეს მე ვილაპარაკე როგორც მაყურებელმა და როგორც კინორეჟისორმა ალბათ, იმიტომ რომ მე მინდა კარგი სურათების ნახვა, იმიტომ რომ საუბედუროთ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი კაი სურათები არ ნახა. და ეხლა ჩვენ მოგვეცა საშუალება იმდენი სურათების ნახვა, იქ არჩევანია საჭირო. და საჭირო არის ისეთი პიროვნება გააკეთოს ეს და ისეთმა რედაქციამ, რომელიც მე სწორედ წამეყვანს ამაში და მაჩვენებს იმას, რაც მე არ ვნახე და შემისვებს ჩემ თეთრ ლაქებს, ასე რომ ვთქვათ რა. ეხლა მე მინდა ბატონ ზურაბს უთხრა ერთი რაღაცა, რომ აი მე ეხლაც თქვა, რომ მე არ მიმაჩნია ეს სასურველო თქვენ ეს ბრძანა. აი თქვენ იცით, თქვენ კონსტიტუციას არ ვიგეთ. აი ასეთი მიდგომით ეთყობა თქვენ ზერეს დაიკითხეთ კონსტიტუცია მე ხა წაიგე ხა მე ლაპარაკობ როგორც პარლამენტარი რა შეიძლება და სხვადასხვა ერთ-ერთი მონაწილე ამ კონსტიტუციის დაწერა და აი ამ მუხლის ერთგვარად ავტორიც კი ვარ სხვადასხვა იმიტომ რომ იყო დავა საჭირო არის თუ არ არის საჭირო ეს მუხლი რაღაცა და მე დამიჭირეს ხარიდმაი და ეს მუხლი ჩასვეს მუხლი 23 მეორე მისი ნაწილი ამბობს შემდეგ შემოქმედებით პროცესში ჩარევა შემოქმედებით საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია რასაც ბატონი გოგი აკეთებს ეს არის სუფთად აი უდგება აი ამას შემოქმედებით საქმიანობა რაც აკეთებს ის ორგანიზაციას უკეთებს იმას რომ მოგვიტანოს ჩვენ და მოგცეს საშუალება რომ ჩვენ კინო ხელოვნების ნიმუშებს გავეცნოთ და ამაში ჩარევა დაუშვებელია. ყოველი მისი ჩარევა იქნება ცენზურა. ესე იგი, ეხლა მე არ ვიცი, ბატონი გოგი ბრძანებს ეს საერთო აურა, კერძო აურა, ეგ მე არ მოინტერესებს. მე ერთი რამე ვიცი, რომ არის გამოცხადებული ავტორისეული რაღაცა ასე თქვათ თქვენ საავტორო ტელევიზიის მომხრე ხართ ესე იგი საერთოდ საავტორო ტელევიზიის და რა დარგობთ საავტორო ტელევიზია მეტადრე იმ პირობებში როცა ჯერჯერობით ჩვენ არ აგვაქვს ასე თქვათ არასახელმწიფო ტელევიზია ჯერჯერობით იმიტომ სახელმწიფო ტელევიზია შეიძლება იყოს რაღაც ჩარჩოებში ჩასული ეს ჩვენთვის გასაგებია სხვა ერთ კითხვასაც დაგისვათ მე მაგასთან დაკავშირებით ხო და ეს რა ქვია ეს გასაგებია შეიძლება სანამ ჩვენ არ აგვაქვს ეგ თავისუფალი ტელევიზია არხი აბსოლუტურად თავისუფალი არა აი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რომ თვითონ სახელმწიფო იმაში უნდა იყოს საავტორო რუბრიკები ასე ვთქვათ თუ როგორ ქვია ეს და მე ასე მგონია რომ ქართული ტელევიზია აქეთკენ მიდის არის ასეთი ტენდენციები ასეთი ასე ვთქვათ გადაცემები და აი ამ შემთხვევაში ეს რაღაცნაირად ცოტა არღვევს ამ და მე ამასთან დაკავშირებით მინდა ერთ რაღაცა კითხო ყველაფერს უნდა გქონდეს თავისი წესი მე მაინტერესებს თქვენ გააქვთ რაიმე დაწერილი წესი რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ თუნებას მოდექცია ცენზურასთან დაკავშირებით მოგახსენეთ და ვერ
უნებას მოგცემთ ბატონო, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი ტელემაყურებელიც რეკავს, ხათი ჩვენი გადაცემა პირდაპირ ეთერშია, ჩვენი ტელეფონის ნომერია 36 84 92 და 36 80 69. გარდა ამისა, ბატონი ნოდარ კაკაბაძე, პროფესორი ნოდარ კაკაბაძე მოვიწვიეთ, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი ადამიანი, რომელსაც აზრს ეკითხებიან და იზიარებენ. ასე რომ შემდეგ თქვენს აზრს ნოდარ სიამოვნებით მოვისმენთ. მე ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ბატონო ნოდარ, ვერ დაგითანხმებით რომ ცენზურასთან გვაქვს საქმე. კიდე ერთხელ უბრალოდ გავიმეორებ იმას, რაც გოგის წაღან უთხარი. ლაპარაკი არის შერჩევაზე. შეიძლება შერჩევა იყოს სუბიექტური, მაგრამ თუ ჩვენ შტატგარეშე ამ შემთხვევაში მოწვეულ ავტორს ვაძლევთ შერჩევის უფლებას, მე ვფიქრობ, რომ კინორედაქციის ხელმძღვანელსაც აქვს შერჩევის უფლება. ეს ერთი. მეორე, მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ერთი ისეთი ციკლი, სადაც ნაჩვენები იქნება, როგორც თქვენ ძალიან გამორჩეული ნაწარმოებები. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ შევცდებით თუ განვაგრძობთ ამ საქმეს და მაყურებელს კინოშედევრებს ვაჩვენებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კინოშედევრების სიაში მართალია მაღალმხატვრული ფილმები, მაგრამ ყველა ფილმი ვაჩვენოთ ისევე შეიძლება შევარჩიოთ ჩვენ როგორც ბატონი გოგი არჩევს, მიუხედავად იმისა, რომ მან თქვა რამდენიმე ფილმი არის იქ ისეთი, რომელიც რაღაც საერთაშორისო ნორმებით მიუღებელია, ну ჩვენ შეიძლება ცოტა დავწიოთ ეს ზღვრული. არ მithქვამს რომ მიუღებელია. სხვანაირად უჩვენებენ იმ. სხვანაირად უჩვენებენ. 18 წლამდე ასაკით. მაგრამ რატომ არის ეს ბოლოს და ბოლოს ნორმა? თუ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, როგორც თქვენ ბრძანებთ, იყოს ერთი ასეთი ციკლი, სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს ყველა შედევრი, ან ყველა მაღალმხატვრული ფილმი და თუ თქვენ როგორც ბრძანებთ ტელეფონით რომ ვისაუბრებთ, რომ აი 20 კაციც რო იყოს ამ ციკლის მაყურებელი, რა მოხდა მე? აი ბატონო მე არ მბრძანა, შეიძლება გადართო ტელევიზორი სხვა არხზე. თუმცა მე მაინც არ ვეთანხმები ამასაც არ უნდა ვაკეთოთ რაღაც ისეთი გადაცემები, რომელიც განაპირობებს გადართვას, ისედაც ხშირად არის ხოლმე საქართველოს ტელევიზია გადართული. აი თუ თქვენ ამას ბრძანებთ, მაშინ უნდა დაუშვათ ჩვენ ნებისმიერი ფილმის ჩვენება. და მე მიმაჩნია რომ მაინც ეს შერჩევა უნდა მოხდეს. ყოველგვარი რა თქმა უნდა ცენზურული მიდგომის გარეშე. აი კიდე ერთხელ მინდა რომ თქვენ დააკვირდეთ ამას შემოქმედებით პროცესში. თქვენ თვითონ არა რომ რასაც აკეთებს ბატონი გოგი არის შემოქმედებით პროცესი. რასაკვირველია? ო დაეწერეო, ჩარევა დაუშვებელია. რატომ არის ეს ჩვენი? მისი ვერნება არის, ეგ მაგან უნდა გადაწყვეტოს. თუ თქვენ პრინციპში არ გინდათ მასთან თანამშრომლობა, ეს სხვა საკითხია. არა, ეს ამის დემონსტრირება გადაგვიწყდა. როდესაც თქვენ მე დავიძახებთ და მეთქვით რომ მოდი ჩვენ ვითანამშრომლობთ, მომეცით საშუალება მე წავდგე მაყურებლის წინაშე და მე თუ გნებათ მაყურებლა გამკითხოს, თუ გინდათ ამის შესახებ პრესაში დაიწერო და ეს ყველაფერი თავისუფალია დღეს და შეიძლება ყველაფერი აზრს გამოვთქვა. ეს სხვა საკითხია და ჩემი შემოქმედებით პროცესი მე მივიტანო მაყურებელთან. არც იმაზე ვარ მე თქვენთან ასე თქვათ ვერ დაგეთანხმები იმას რომ არის რჩეული ნაწარმოები და არის სრული კრებული, სწორია წერლის არა? მე ამ შემთხვევაში ძალიან მაინტერესებს თქვათ მე მესმის ეს რასაც ბატონი გოგი გვაძლევს. ჩვენ გვინდა ნახოთ ფასბიდერი თელის შემოქმედება. შეიძლება ასე დადგეს საკითხი? მე მაგალითად მაინტერესებს. არაჩვენებს ბატონი გოგი. როცა თქვენ აი კიდე რაღაცას მექანიკურად ამოიღებთ, თქვენი გადაწყვეტით და არა შემოქმედის გადაწყვეტით, არა? ეს უკვე არის გინდა თუ არ გინდათ, მაინც არის ცენზურა. თქვენ შეიძლება თქვათ არ მესმის რატომ ასეთ დაპირისპირებას რატომ აკეთებთ თქვენ? გოგი არის შემოქმედი და ჩვენ შეიძლება მე გითხრათ. იმიტომ რომ თქვენ აგძავეთ. არა, მე არ ამიგძალა. მე გოგი დავარქვა სახელი. მე ახლა ვიტყვი მაშინ. მე გოგის შეცვლა ფილმი. არა, მე შემიძლია ახლა ასეთი რამე კითხვა დავსვა. კინორედაქციაში რამდენადაც მე ვიცი, არ არის არც ერთი პროფესიონალი კინომცოდნე. ანუ ადამიანი, რომელსაც გავლილი აქვს კინოს ისტორიის სრული კურსი და იცის ვინ არის ფასბინდერი. დავიწყოთ ამით. ამიტომაც კინორედაქციას არ მოუვიდოდა ისეთი შეცდომები, რომლებიც მას უკვე წლების განმავლობაში მოსდის. და მე აქ ტელემაყურებელს მინდა გავახსენო. იყო ჩამოსული გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში. კინორედაქციაში დაიწყეს თათფირი. მე ზურა მე მგონი მაშინ არ იყო მთავარი რედაქტორი. მაგრამ ის ხალხი დარჩა ზუსტად. თათფირი რა ვაჩვენოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით. საუბარი იყო ფილმზე, მე თვითონ დავესწარი ამ საუბარს. ფასბინდერის ფილმზე ლილი მარლენი. ატყდა ერთი ამბავი, იქ სვასტიკა ჩანს და გერმანელებს გავახსენოთ მეორე მსოფლიო ომი, არ გვინდა უძდელობა არის. და მოიფიქრეს ასეთი ფილმი ჩემი ოცნების ქალიშვილი, მარიკა როკეტ მთავარ როლში. ფილმი, რომელიც შეიქმნა ჰიტლერის ეპოქაში, ჰიტლერის საყვარელი მსახიობის მონაწილეობით. ამას შეიძლებოდა მოყოლოდა საერთაშორისო სკანდალი.
სხვათა შორის მართალი გითხრათ ეს ჩემი ხასიათია, მე არ ვამბობ რომ კარგი ხასიათი მაქვს და სკანდალები მე მიყვარს. და უკვე აი ამ ფასბინდერის ფილმის აგრძელვამ უკვე გამოიწვია შეიძლება ზურამ არ იცის გაოცება იმ ადამიანისა, ვინც მოგვაწოდა ეს ფილმი. იგი გახლავთ გერმანელი ფრანს პრესის სააგენტოს, მე არ მინდა ეხლა სახელი და გვარი დავასახო, უბრალოდ არ უნდა უფლება მქონდეს ამისა მისგან. და ის აუცილებლად მოყვება ამას. მოყვება იგივე გერმანიაში, რომ ფასბინდერის იუბილესთან დაკავშირებით და თქვენ იცით, რომ ეს ევროპაში უფრო მეტად უყვართ ეს სკანდალები, საქართველოს ტელევიზიამ აგრძელა მისი სახელგანთქმული სურათი. ამას მოყვება ეს სკანდალი. ისიც მოყვებოდა, რომ მარიკა როკის ფილმი უჩვენეს ტელევიზიით. ისევე როგორც 9 აპრილს, ასევე ზურამ ეს მშვენივრად იცის, ზევიდან ბრძანებით მოვიდა ასეთი წინადადება, რომ 9 აპრილი ამდენი არ გვინდა, არაჩვენოთ კაუფმანის ფილმი ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე და უჩვენეთ ფილმი ძველი თოფი და გვახარია კიდე გამოვიდეს და ამ ფილმის შესახებ ილაპარაკოს. მერე უკვე მოგვიანებით ამ ერთი წუთი ძვლა დავამთავრე წინაშე. კურიოზებზე ასეთი საუბრის აგება არ არის. არა, ეს კურიოზები გამოხატავს პროფესიონალიზმს იმ რედაქციისა, რომელმაც როგორც თქვენ ბრძანეთ, უნდა შეარჩიოს ფილმები. შეარჩიოს, ჩვენ გვაქვს უფლება რომ შევარჩიოთ ფილმები, ამბობთ თქვენ. რა თქმა უნდა გაქვთ, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ პროფესიონალები, მაშინ ეს კურიოზები განუწყვეტლივი იქნება. ეს იქნება სამარცხვენო უბრალოდ. იცით იმ თემისადმი რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ და რისთვისაც შევიყარნით აქ ისეთივე განსხვავებულია ჩვენ საზოგადოებაში როგორც აქ ამ სტუდიაში წერილებით მოვიდა უკვე ნუ გვახოთ გვახარიას გემოვნებას მაყურებას გვახარიას ფილმები ძირითადად ამანტყოფ ადამიანებს ეკუთვნის მაგრამ მოვიდა ასეთი წერილებიც ნორმალურ საზოგადოებაში ნაჩვენები უნდა იყოს ყველა სახის ფილმი დიდი მადლობა გვახარიას გესმით აი საზოგადოებაშიც ისეთივე დამოკიდებულება როგორც ახლა აი აქ ჩვენთან სტუდიაში ბატონო ნოდარ თქვენი დამოკიდებულების შესახებაც მით უმეტეს თქვენ ეს ფილმი უკვე ნახეთ. მე ამ ფილმს არ ვიცნობდი, ფასბინდერს ვიცნობ საერთოდ და ძალიან დიდ პატივს მიყვარს ეს კინორეჟისორი და თქვენი წყალობით გუშინ ნახე მე ეს ფილმი, რომელმაც ჩემს ძალიან დიდი შტაბიჭრა მოახდინა მრავალის მხრივ. ეს არ უნდა დავიყვანოთ ერთ ემპირიულ პლანზე, მას მეორე პლანიც აქვს და განზოგადება შეიძლება და ასე ვთქვათ, არ არის პრიმიტიული ფილმი, ერთპლანოვანი. მაგრამ საკითხი ასე დგება, ესე იგი ეს ფილმი მე მაინტერესებს უბრალოდ მე არ მინდა დავაში ჩავერიო და არავის განაწყენება არ მინდა, მაგრამ ეს ფილმი დაწუნებულ იქნა იმის გამო, რომ მასში ისეთი თემა, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს ქართველი მაყურებლის გემოვნებას თუ რა ვიცი, უზნეობას, თუ ელიტარული ფილმია და ჩვენი მაყურებელი არ არის მომწიფებული ამ ფილმის აღქმისათვის. მე მგონია არც ერთი ეს მოტივი გამართლებული არ იქნება, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ აი ლიტერატორი ვარ და ლიტერატურაში გადავიდეთ, მაშინ ჯოისი არ უნდა მივაწოდოთ კითხვას, თომას მანიც, რობერტ მუზილი და მრავალი სხვა, სარტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამის გარდა ამ ფილმში თუ მეორე მხარეს ეწევა ანგარიში, ამ ფილმში მე ვერ ვნახე ისე განსაკუთრებული ისეთი ექსცესები, რა თქვა, ლესბოსური ორგიები არ ჩანს აქ, აბსოლუტურად. მე ველოდი რა ვიცი წინასწარ ასეთი განსხვავება მქონდა. და სხვათა შორის, არა მე ვიტყვი, თუ ეს არ იყო ის უბრალოდ მე ჩამასვავ. სხვათა შორის ეხლა ხან ახალგაზრდა ქართველმა კინორეჟისორმა მე ვიყავი და ვნახე პრემიერა ამ ფილმისა, გააკეთა ფილმი სარტრის პიესის მიხედვით ახლო კარს მიღმა. იგი გაცილებით უფრო თვალში მოსახველი ლესბოსური სცენაა, მაგრამ რა ვიცი, არავის სახშფოთება არ გამოუთქვამს და ფილმი არ აუგზავნოთ, რა ვიცი. მე უბრალოდ მაინტერესებს რა მოსაზრებით ამოიღო ტელევიზიამ. ბატონო, აქ ერთი მომენტია, რომ მოვლენა, რომელიც არის დაკვირვების ობიექტი ამ ფილმში და მთლიანად ფილმი არის აგებული აი ამ ურთიერთობებზე. უბრალოდ მე მიჩვენება, რომ არ არის მიზანშეწონილი, რომ აი ასე დაწვრილებით მიუხედავად მისი მხატვრული ღირსებებისა იყოს ეს ნაჩვენები. ისევ გამომდინარე მე მინდა ხაზი გავუსვა. გოგი დამემოწმება, მე მას ვუთხარი, რომ ეს მაინც არის კინოლექტორიუმისთვის დაკუთვნილი ფილმი. კლუბში კინომოყვარულთა, თქვათ, რაღაც შემოზღუდულ წრეში საჩვენებლად. ვინაიდან 2 საათის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებთ ამ შემთხვევაში ავტორი და მასთან ერთად ჩვენ ვაწარმოებთ დაკვირვებას ისეთ ურთიერთობებზე, რომელიც დამეთანხმებით ახლა თუ ემპირიულ მხარეს განვიხილავთ, არის ანომალია, გადაცდენა, თქვათ, ადამიანური თვალსაზრისით. გადაცდენა ჩვეულებრივი ურთიერთობები, რა, ამაში ალბათ დამეთანხმებით. ესე იგი, არის კი აუცილებლობა, მე გოგის ისიც ვუთხარი. კი ბატონო, შეიძლება ამის ჩვენება და ტრაგედია არ მოხდება და არც რევოლუცია არ მოხდება, მაგრამ არის კი აუცილებლობა, რომ ჩვენ ასეთ ფილმებზე დავაფიქსიროთ. რის შესახებ ლაპარაკობთ თქვენ?
ლესბოსური ურთიერთობის არა, რის შესახებ ლაპარაკობთ? აი მე მაინც ვერ გისმენთ შეკითხვას. აი ეხლა თქვენ სამა კაცმა ნახეთ ეს ფილმი. ჩვენ არ ვინახე ათასობით ხალხმა. აი თქვენ ლაპარაკობთ, ხედავთ როგორი უცნაური სიტუაცია არის რა. ესე იგი, არა მე არ მინახე. მე არ მინახე და მე რო არ მინახე ტრაგედია არის, მაგრამ არ ვნახეა ათასობით ტელემაყურებელი. ჩვენ ლაპარაკობთ საგანზე, რომელიც გარშემო შეიძლება სხვადასხვა აზრი იყოს და რაც გნებათ როგორც შეხედულება იყო, მაგრამ ის საგანი არავინ არ იცის რა. იცით რა შესაძლოა? აქ კონკრეტულ ფილმზე არ არის, ეს არის საბაბი ფილმი. არის ცენზურის შედეგი, მიხვდით? ჯობია ყოველთვის აჩვენო და მე იყოს ამაზე ბჭობა, გნებავთ, რაგენა შეხლა შემოხლა, ვიდრე ლაპარაკი იმაზე, ეს არის საბჭოურისა. ჩვენ გეუბნებოდეთ ადრე ეგეთ რამას. ის სურათიც არ შეიძლება იმის ნახვა, იმიტომ რომ რომელი სურათი? არ ვინახია ბატონო. ჯერ მაჩვენე, მე ვილაპარაკო ამის ჩვენება. იცით რა შესაძლოა? სიტუაცია რა თქმა უნდა, ჩვენ ეხლა მხოლოდ მე არ მეგონა რომ ჩვენი საუბარი ესე წარიმართებოდა, რომ მხოლოდ ამ ფილმის გარშემო იქნებოდა მხოლოდ საუბარი. ეს პრინციპში არის საბაბი იმ თემის შემოტანისა, რომელიც ასე ძალიან გვაწუხებს თითოეულ ჩვენს. მომაცია, სიტყვა ჩემს კოლეგებს. გოგანი რადიო თავისუფლება, იცით, ჩვენი საუბარი ბალტონელდარს აბსოლუტურად დავეთანხმები, გარკვეულწილად გავს იმ მომენტს ჩვენს წარსულში, როდესაც ვთქვათ, ბორის პასტერნაკის რომანზე დოქტორი ჟივაგო იყო განხილვები და იყო ასეთი ფრაზაც, რომ მართალია მე არ წამიკითხავს, მაგრამ გმობ. ხა ბატონ ნოდარისგან განსხვავებით მე ეს ფილმი არ მინახავს, ამიტომ ვერც კარგს ვიტყვი და ვერც სულს, იმიტომ რომ რაც არ მინახავს არ ვიცი. უბრალოდ აქ ალბათ ლაპარაკია თვითონ პრინციპზე, რომ აი პრინციპებზე ისაც იყო ლაპარაკი. იქნებ რაღაცნაირად გაგვარკვიოთ, აი რა პრინციპებით ხდება ფილმის შერჩევა. რაღაცა სოციოლოგიური გამოკითხვა ატარდება და ვთქვათ, იცით თქვენ ზუსტად რომელი ფილმი უშლის მაყურებელს ნერვებს და რომელი არ უშლის. ზარი გაისმის თქვა ტელევიზიაში რომ აი ეს ფილმი რატო გავიდა. აი რა პრინციპია. იმიტომ რომ იცით რა ხარ ზურა იცით ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ ის ფილმები რომელიც გადის საქართველოს ტელევიზიიდან და რომელიც პრინციპში ალბათ არანაირ პროტესტის გზნობას არ იწვევს, ფართო მაყურებლისგან შეიძლება ძალიან ბევრს ნერვებს უშლიდეს. მაგრამ მე მგონი არავინ არ რეკავს და არ მოითხოვს ამ ფილმების აკრძალვას. მე მხედველობაში მაქვს აი მრავალსერიანი საპრის ოპერები, რომლის ჩვენებაც რა თქმა უნდა საქართველოს ტელევიზიამაც დაიწყო, ხო? მაშინ როდესაც ესეთი ფილმები გადის რუსეთის ტელევიზიით, თითქმის ყველა არხზე, ამ ხრივ ასარჩევი ჩვენ ბევრი გვაქვს. მაგრამ აი ის მაყურებელი, რომელიც უყურებს სარკმელს, იმას უბრალოდ აზრად არ მოუვა ის მომენტი, რომ რაღაცნაირად დარეკოს ტელევიზიაში და მოაწყოს სკანდალი, რომ რატომ უწუჭებ გემოვნებას მაყურებელს. აი იმ მაყურებლისგან განსხვავებით, რომელსაც ნერვები ეშლება, იმიტომ რომ სარკმელში ნაჩვენები ფილმი მას არ ესმის უბრალოდ და აი ამის გამო აიღებს ტელეფონს და დარეკავს და იტყვის, რომ ეს ფილმი არ უნდა გაუშვა, იმიტომ რომ ეს არ მესმის. თუ არ ესმის, გამორთოს ტელევიზორი და ნუ უყურებს. მე მესმის და მე მინდა გავიგო. ხო მაქვს მე ამის უფლება. ასე პირველია პრინციპი, თქვენ კითხვა გქონდათ ხო ამ? პრინციპი ერთია სარკმელში. მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრინციპით ირჩეოდა იქ ფილმები. გოგი გვახარიას არჩევანი. მე სვამ ასე კითხვას მაშინ, აი ამ ფილმს რომ თავი დავანებოთ. ლაპარაკია პრინციპზე და არჩევანზე რა. შეიძლება თუ არა 30-35 ფილმი გავიდეს ყოველგვარი დაბრკოლების და რა პრობლემის გარეშე და 1000-ში ერთხელ გაერთიანების ხელმძღვანელმა თხოვოს რაღაც კორექტივი შეიტანოს ცილში. თხოვოს. თხოვნის ფორმით იყო გამემოწმება. ზურა, ჯერ ერთი 30 ფილმი თქვენ არა მე დაახლოებით ციფრს ვარ. თანამ თქვენ მოხვიდოდით აქ ეს სხვა ხალხი იყო და ეხლა არ არის 30 ფილმი. იქ თითქმის ყველა მეორე ფილმზე იყო ლაპარაკი. ეხლა მე მინდა იმ ტელემაყურებელს უპასუხო და გავაგრძელოთ ამ უნასაზრე ავანტყოფურობის შესახებ. და ალბათ ბატონო და ასეთი კითხვები სხვათა შორის რამდენიმე კიდე შემოვიდა. რა თქმა უნდა ავანტყოფურას აი შეიძლება თუ არა. კაი, ნუ იქნება 16, 17 ფილმი. მე ვთვლი რომ არ შეიძლება. მაშინ ყველა შეიძლება როდესაც თავისი მთავარი რედაქტორი, რომელიც თვითონ წარმართავს. არა, რა თქმა უნდა, როდესაც ადასტურებენ იმას თუ რატომ არ შეიძლება და როდესაც ეს სხვა საქმე ამ როცა გეუბნებიან რომ ეს აი რაც თქვენ ბრძანეთ, ეს ჩემთვის არ არის არგუმენტი. მე ერთხელ უკვე ეს დავწერე გაზეთში, ეს არის ქსენოფობია. მაპატიეთ შეიძლება ჩვენც მეც გამოვხატო ხანდახან ქსენოფობიური ასეთი აზრი. რაც შეეხება ავანტყოფურს. ჩვენ არაფერი არ გვიჩვენებია ავანტყოფური. უბრალოდ ფილმები, რომელთაც ჩვენ ვაჩვენებთ, განსხვავდება ყველა იმ ფილმისგან, რომელთაც უჩვენებენ სხვა დროს და რა თქმა უნდა ეს ფილმები სწორედ იმიტომ რომ განსხვავებულია, ვიღაცას მიაჩნია ავანტყოფურად.
ისევე როგორც ოიდიპოს მეფე შეიძლება ვიღაცას ავანტყოფურ ნაწარმოებად მიაჩნია, ისევე როგორც ბატონმა ნუდარმა ბრძანა ჯოისი, პრუსტი და ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონი ეს არ უნდა იყოს არგუმენტი იმისა, რომ ეს ფილმები არ უნდა ვაჩვენოთ ტელევიზიაში. ბოლოს და ბოლოს ეს ფილმები ფასბინდერმა გადაიღო და არა მე სხვათა შორის. თქვენ მართალი ძანდებით, მაგრამ მაინც ეს კითხულობ, როდესაც ეს გინდა ამის სურვილი გაქვს და კინოს ზოგჯერ იძულებითაც უყურებ. ალბათ მე არ უყურებ კინოს, ნანა, მე მგონი არც თქვენ გადაერთეთ სხვაზე, ან წიგნი წაიკითხეთ მაშინ. ამის საშუალებას უკაცრავად კიდევ ეს რეპლიკის სახით, იცით, აქ ზურამ თქვა ის, რომ გოგი არის მოწვეული ავტორი და გარკვეულწილად თქვა ტელევიზიის თანამშრომელს საპასუხისგებლო თანამდებობაზე მყოფ ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ თქვა მოწვეული თანამშრომლის არჩევაში რაღაცა თავისი კორექტირი შეიტანა. უკაცრავად, მაგრამ მე ასე მგონია და ალბათ ასე უნდა იყოს. როდესაც ტელევიზიის ნებისმიერი გადაცემა იწვევს ავტორს, ესე იგი ტელევიზიაა დაინტერესებული ამ ავტორით და არა პირიქით. მე არ მგონია, რომ გოგი გვახარი აქ მოსული იყოს ჩემოდნებით, კასეტები და ვინმესთვის თავზე მოეხვიოს ეს გადაცემა. და თუ ესე იგი გოგის იმის პრობლემა მე მგონი არ ექნება უამრავი არხი მუშაობს ჩვენთან და ეს ურთიერთშეთანხმებით ხდება შეიძლება ეს ორივეს ინტერესებში ეს ინტერესი ალბათ ორმხრივი უნდა იყოს და არა ცალმხრივი და თუ თქვა გოგის არ ექნება ინტერესი ურთიერთპატივისცემას გულისხმობს არა არ არის ნანა თანამოაზრეთა გუნდი ხო აღმოჩნდა რომ ეს გუნდი რომელშიც მე მუშაობდი არ არის თანამოაზრეთა გუნდი ამიტომაც მე მშვიდად წამოვედი მე უბრალოდ განვაცხადე პრესაში ის რატო აღმოჩნდა კიდევ ერთხელ მიმეორებ იმიტომ რომ ფილმს რომელშიც არაფერი არ არის პათოლოგიური თქვენ უწოდეთ პათოლოგიური და მე მინდა რომ აქ ბატონმა ნუდერმა თქვას თავისი აზრი ფილმთან დაკავშირებით თქვენ ამ კონკრეტულ φιλმთან დაკავშირებით თუ საერთოდ დამოკიდებულების გამო სხვადასხვა დამოკიდებულების გასაგებია ეს სულ სხვა რამ არის მაგრამ ერთმა კონკრეტულმა ფილმმა არ შეიძლება გადაწყვიტოს გადაცემის ბედი. რა თქმა უნდა, კინოსადმი საუბარია საერთოდ კინოსადმი დამოკიდებულებაზე მაშინ? იმიტომ რომ ამ ფილმს მოყვება კიდე პაზოლინი, მოყვებოდა ბერტოლუჩი. ჩემი ბრალი არ არის რომ ისინი იღებენ ფილმებს, რომლებიც ცოტა განსხვავდება იმ უმანკო სურათებისგან, რომლითაც გადაიტვირთა ჩვენი ეკრანი. ეს ჩემი ბრალი არ არის და ისიც ჩემი ბრალი არ არის, რომ ისინი დიდი რეჟისორები არიან. ეს თქვენი ბრალი ნამდვილად არის. რა ჩემი ბრალი? მან დიახ გიორგი მაისურაძე მე ვფიქრობ რომ ეს პრობლემა აი გავაგრძელებდი თამუნას და გოგის თემას უფრო ფართო მასშტაბის არის და უფრო გლობალური არის და ეს ტენდენცია რომელიც უკვე რამოდენიმეჯერ გამომჟღავნდა ბატონი გოგის გადაცემასთან დაკავშირებით ეხება მთლიანად ქართულ საზოგადოებას და ქართულ კულტურასაც მაგალითად ჩარშიანაც იყო ასეთი ინციდენტი როდესაც სარკმელი დაიხურა სამი კვირით შეჩერდა მისი გაშვება როდესაც მიმდინარეობდა თანამედროვეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინორეჟისორის უნდა მაპატიოთ ერთი წამით გაუგებრობას რომ არ კონდეს შემდგომში ადგილი გადაცემა კი არ დაიხურა ის ფილმი არ გავიდა და შემდეგ ბატონმა გოგიმ ჩათვალა რომ საერთოდ არ შეიძლებოდა შეჩერდა დიახ გადაცემა შეჩერდა სწორედ იმის გამო რომ აჩვენებდა პედრო ალმოდოვარის ფილმების რეტროსპექტივას აი აქ უკვე მე მგონი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ თვითონ კულტურის პროპაგანდა რომელიც და კულტურის პოლიტიკა უბრალოდ რომელიც ევალება როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ასევე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსაც იქნება ეს განათლების სამინისტრო თუ კულტურის სამინისტრო არის ძალიან დაბალი დონის ჩვენში ამდენად ჩვენში უცბად აღმოჩნდება რომ თურმე არსებობს რაღაცა ისეთი პრობლემა რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ და შეიძლება დამღუპველი და კატასტროფა ემუქრებოდეს იმ პრობლემის ჩვენებით ჩვენ საზოგადოებას. და აი პირდაპირ მივიდეთ მოდით ამ პრობლემაზე. რატომ მოხდა ალმოდოვარის ფილმის წინააღმდეგ გამოსვლა, რატომ მოხდა ეხა ფასბინდერის წინააღმდეგ ესეთი რეაქცია რატო იყო? ძალიან ძაფ რეაქციას ვიძლევით თუ კი ეხება საქმე სექსუალურ პრობლემებს. და იმის ნაცვლად მე მგონი ვფიქრობ რომ მთელი პირველ რიგში სწორედ მასმედიები და სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურები მუშაობდნენ ამაზე, რომ ეს მიიტანონ ხალხამდე და გასაგები გახადონ. აქ იმდენად არასწორად მიდის მე მგონი ეს პოლიტიკა, რომ ჩვენ ქმნით და ვაღვივებთ გარკვეული კონფლიქტური სიტუაციების საფუძველსფრით და გარკვეულად ეს უკვე გადაიზრდება ქსენოფობიაში. და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ის პრობლემები, რომელიც ევროპული საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალურია და ამას არავინ არ გძალავს, ჩვენში რაღაც ესეთი შემზარავ დანაშაულებრივ მოვლენადაც კი არის ნაჩვენები და წარმოდგენილი. და პირიქით თუ არის აქ ჭეშმარიტ ხელოვნებაზე და
კინოხელოვნებაზე ლაპარაკი, საერთოდ მაღალ ხელოვნებაზე, მე ვფიქრობ, შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს არის ერთადერთი გადაცემა, რომელიც არასდროს არ წასულა იაფასიან რაღაცების ჩვენებაზე და არ დაურღვევია ეს პრინციპები. და ყველა ჩვენთაგანისთვის თუ ვინმეს პატივცემს სწორედ ამ ხელოვნებას, იყო და არის ერთადერთი სადაც შეგვიძლია მართლა მაღალ ხელოვნებას ვეზიაროთ. და ამდენად ვფიქრობ, რომ პირიქით გარკვეულწილად აქ სწორედ საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ბრძანდება ბატონი ელდარი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ დარეგულირდეს ეს პროცესი. და გარკვეულად დასავლური მენტალიტეტის ადამიანი საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში არ აღიქმებოდეს როგორც ჩვენ მტრად, დამღუპველად, გარყვნილად და ასე შემდეგ. და საერთოდ დასავლური კულტურის ელემენტები რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტენდენცია გვაქვს გარკვეულად პროდასავლური საზოგადოების შექმნის და ესეთი დემოკრატიული ღია საზოგადოების, ის სწორედ გულისხმობს განსხვავებულის თანაბარ დონეზე მიღებას და არა მის მიმართ სიძულვის და უნდა მაპატიოთ გეუბნებით ჩვენ გადაცემის ბოლომდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და აი ეს შეკითხვა რომელიც ეხლა მივიღეთ უბრალოდ ჩემმა კოლეგებმა გამომიგზავნეს მე მგონი ბევრ ჩააფიქრებს და ბევრს გულსაც გაუტეხს მაყურებელთა ზარების 70% შეიცავს პრეტენზიას პრესტუდიის ნაცვლად გვინდა ველური გული აი სულ ეს არის მეგობრებო ესეც გასათვალისწინებელია კი მაგრამ გასათვალისწინებელია 30%-იც მაყურებლისა გასათვალისწინებელი არასაკვირველია გასათვალისწინებელია მაგრამ აი ეს ძალიან დასაფიქრებელია არა ეს დასაფიქრებელი რატომ არ არის დასაფიქრებელი სულებით ყველაფერს თავის დროა მეგობრებო გაიცეთ ეს რაღაცა რომ ჩვენთან ჯერჯერობით არის საქართველოში ორი არხი არა ჯერჯერობით მხოლოდ შეერთებულ შტატებში არის 34 ჩვენ შეიძლება იქამდე დიდი ხანი დავჭირდეს 34 მაგრამ გვეკრება 4 და 5 და იქნება პროგრამა რომელთაც შევიდა ავირჩიო ანუ ნახო მოკლული გულით რა ქვია ველური გული ან ნახო ალმადოვარი ეს არის ელემენტარული როგორც ჩვენ შევდივართ ბიბლიოთეკაში და ყველა ირჩევს თავისთვის რაღაცა გარკვეულ ასე თქვათ წიგს მისი შეხედულებიდან ეს ასე ტელევიზიაც იქნება და მეტად რა ხარ მაშინ ასეთი სახის გადაცემების ალბათ აღარ შედგება ყველას თავისი პროგრამა იქნება დავიადგილდება უფრო რასაკვირველია რაღაც ფილმებზე ნაკლებად უარი ვთქვათ იმიტომ რომ მრავალ არხიანობა უფრო მეტი თავისუფლების საშუალებას იძლევა აქ ხო ნაკლები არის მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ანუ ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენ თვითონ პირადად აი ჩვენი საზოგადოება რადგან ლაპარაკობდა ბატონი გიორგი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპებიდან. ჩვენ გახსოვთ ძალიან კარგად ჯუნა მიკატაძის მზეჭაბუკი რომ იდგმებოდა, რა ამბავი იყო რომ სანამ არ ააფარეს ერთი ფოტოლი, ისე არ დაიდგა ის მზეჭაბუკი და მე სულ ველოდები შემოდგომას, როცა ეს ფოტოლი როგორმე და ეგება რამე დავინახოთ რა. საერთოდ დაუნახავი ამისთან. როდის დადგება თქვენი ასეთი შემოდგომა? ეს კარგი ეს იყო 60-იანი წლები და ეხლა კაცო რაღა დროს ამაზე ლაპარაკია. ცოტა რაღაცა გავიგეთ, ცოტა რაღაცა. ყოველგვარი ფილმი უნდა გავუშვათ ბატონო და ასე უნდა გავუშვათ. არა, უნდა ლაპარაკია. ყოველგვარი შედევრი განჩელად იმისა რა მოვლენა ნაჩვენები. ველა, ყოველგვარი კინო ხელოვნება უნდა იყოს მისაწვდომი ადამიანისათვის. და სწორედ ბევრი ფილმი, ძალიან ბევრი φιλმი, რომელიც არ არის კინო ხელოვნება, სულ არის საჭირო ტელევიზიაში იყოს ნაჩვენები. არა, მაგრამ შეგეთახმებით, მაგრამ ამ ხელა ნაკადში შეუძლებელია ამას. შეიძლება მონახოს მაყურებელმა იმ კასეტებში. მოინამაის უღა. არც ისა უნდა იყოს აკრძალული, იმიტომ რომ ყველაფერი აკრძალული, ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა თქვენი გამბოლო. არ უნდა იყოს არაფერი აკრძალული, ოღონდ ტელევიზიას უნდა თავისი კულტურული პროგრამა უნდა ქონდეს, თავისი კულტურული პოლიტიკა უნდა ქონდეს და მაინც უნდა ქონდეს პოლიტიკა მაღალ ხარისხოვანი და მაღალ გონივრული რაღაცნაირი, ასე თქვათ, ინტელექტუალური. მე ესე მგონია. წერილებიდან გეთახმებით და ჩვენ გავაგზავნებთ ასეთი პროგრამის კეთება. წერილებიდან გამომდინარე ჩვენი მაყურებელი ფრიად კმაყოფილია რომ ბატონი ელდარ შენგელაია საუბრობს კინოზე, კინოპროდუქციაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. იმიტომ რომ აქ არის წესის დარღვევა ერთ-ერთ მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის რომ ბატონი გოგი არის შემოქმედი. დიახ. და თუ თქვენ გაქვთ, არა, მაპატი, თუ თქვენ გაქვთ შემოქმედან საქმე, პატივեցით მის შემოქმედებას. აი ეგ არის ყველაფერში ბატონო და დარაჩენ თქვენ რედაქციას აქ გოგის გარეშე, როცა გოგი არ იქნება, ბატონი გოგი არ იქნება, თქვენ შეგიძლიათ თქვენი იმითი, თქვენი პროგრამით, როგორც თქვენ გადაწყვეტავთ, როგორც გადაწყვეტავთ, აჩვენოთ სურათები, თქვენი საქმე. ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ პიროვნება. კი, პიროვნებასთან საქმე. მე როგორც მაყურებელს მაქვს მასთან საქმე.
მე მაქვს მასთან პრეტენზიები, ან და პირიქით მე არა მაქვს მასთან პრეტენზიები. მე აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებაში. ეს არის ხელოვანი და ადამიანი, რომელიც იღებს ხელოვნებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ჩვენ შუაში ნუ ჩადგეთ, მე სხვა საერთოდ არ ვიტყვი. კი ბატონო, ეს დავაზუსტებ. ნიშნავს თუ არა ეს, რასაც თქვენ ამბობთ ბატონ გოგიზე, რომ ჩვენ ყველაფერში უნდა დავეთანხმოთ? ამას ნიშნავს? მე ვლაპარაკობ კიდევ იმისა, რომ კიდევ ერთხელ შეიძლება სხვა აზრი გქონდეს. თქვენ ხო შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ფილმი, მოგეწონოთ ან არ მოგეწონოთ. რა უფლება მაქვს მე თქვენ რო გითხრათ, თქვენ შეგიძლიათ არ მოგეწონოთ სწორად, მაგრამ მე ეს ფილმის ავტორი ვარ და ვერ წამართვით მაგას. ეს არის ამ გადაცემის ავტორი. ნუ წაართვეთ მას იმის უფლება რომ წარმართოს ეს პროცესი ისე როგორც მას სურს. და ვისაც არ უნდა მის უყურება, იმან უყუროს გულს, ყოველგვარ გულს. ყოველგვარ გულს. ვიდრე 32 არხი გაიხსნება საქართველოში და თითოეულ ჩვენგანს გვექნება ჩვენი საკუთარი არხი, მანამდე გვაქვს მხოლოდ 2 და ეს უნდა გავიცნობიეროთ. აქედან გამომდინარე, ალბათ ურთიერთ კომპრომისების გზით რაღაცნაირად უნდა შევძლოთ ის, რომ ქართველმა მაყურებელმა 70% მიიღოს თავისი წილი ფილმებისა, 30% კი ის, რაც მას სურს. მაგრამ ეს არის კომპრომისი. შესაძლებელია თუ არა კომპრომისი აი აქ ამ შემთხვევაში ბატონო და თქვენ როგორ გონიათ? მე ბატონ ელდარს ვეთანხმები მთლიანად, ისე რომ მე განსხვავებული აზრგასაგვით არ მაქვს, მაგრამ მე მინდა ერთი კონკრეტული საკითხი დავსვა. რატომ არ გამოთქვენ აღშფოთებას, არ ვიცი, განსტანციები, როდესაც გადის მეორე არხით, მე მგონია რაღაც საზარელი ფილმი, ეს ხო ხატული ფილმი არ არის. კაცის სკოლა, სადაც კაცის სკოლა, ძალადობა, კაცის სკოლა ქსეული რაღაც სპორტულ სანახაობად, ყოველგვარი რაღაც სულქად კლავენ, აბსოლუტურად არ ფსიქოლოგიზმი, არ ეს ყველაფერი და პორნოგრაფიაც არის. რატო ამაზე არავინ არ შფოთავს და რატომ ახლა მე თქვენ კი არ გეხილავთ საერთოდ რატომ არ წერენ ამ თუ წერენ არ ვიცი იცით რა პრინციპში ჩვენი საზოგადოება აღშფოთებულია მაგრამ სახლში ასე არის წერებია რომ იცით აი დღეს ჩვენი საუბარი ჩვენი შეხვედრა პრესტუდია ამ თემაზე ჩვენი მაყურებელი დამეთანხმება რომ პრესტუდია არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკურ საკითხებზე თუმცა ესეც ერთგვარად პოლიტიკური საკითხიც შეიძლება იყოს გახდეს და არის კიდეც ჩემი აზრით. არასოდეს არ ყოფილა, იცით, ასეთი თემისათვის არასოდეს არ დაუთმია თავის დრო, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი მომენტად გვეჩვენება ჩვენ ცხოვრებაში, რომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ აი ამ თემას მივბრუნებოდით. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა თითო წუთი. მე მგონია ჩემი მარწმენით, თქვა, ფილმის ყველა ფილმი უნდა ვაჩვენოთ. მე ასე მგონია თუ მას მინდა ეს მე ხარ საერთოდ თქვა აქ იქ რაღაცა ფილმისაც სატირიკონი ფილმის ყველა ფილმი დავაჩვენოთ როგორც ყველა დიდი მწერლის ყველა ნაწარმოები უნდა გამოვცეთ მე ასე მგონია დარწმუნებული შერჩევის პრინციპი აქ მგონია ჩემი აზრით არ არის მართლობა ბატონო გოგი თქვენთან ის კითხვა მქონდა კომპრომისის შესახებ ну მე გითხარით უკვე მოგახსენეთ რომ მე შემიძლია წავიდე კომპრომისზე მე არა ვარ მაგალითად ფილოლოგი და ჟურნალისტი და როცა მე ტექსტს მისწორებს პროფესიონალი მე სიამოვნებით თანხმდები მას და ვამბობ რომ შენ პროფესიონალი ხარ და კი ბატონო მაგრამ როდესაც ჩემ პროფესიონალიზმში ჩემს პროფესიაში ერევა არაპროფესიონალი მართალი გითხრათ ეს ჩემი შეურაცხყოფაა ამიტომაც მე ალბათ ვიპოვე სხვა ტელევიზიას თქვენ იცით რომ აი უკვე ამუშავდა რუსთავი 2 გუშინ და შეიძლება იქ სარკმელი არ გადავიტანო, იმიტომ რომ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს რა ქვია მას, ცენზურის ანონიმური ველი დაინგრევა ჩვენში, მათ შორის საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზეც. და ალბათ არ დგება როდისმე, როცა დაინგრევა ეს პირამიდა პირველ არხზე. მაგრამ ჯერჯერობით მე ვიმუშავებ იქ, სადაც არიან ჩემი თანამოაზრეები და კიდევ გიმეორებთ, იქ მე არ დამჭირდება კომპრომისი. ჩვენ ისედაც ძალიან ბევრ კომპრომისზე მივდივართ ცხოვრება. თქვენ როგორი ოპტიმისტი ყოფილხართ? მე ოპტიმისტი ვარ. დიახ. ბატონო და თქვენ რა აზრის ახათ კომპრომისი საერთოდ ცხოვრებაში? გოგი დაუშვეს კომპრომის დაკარგასიო ყოველგვარ სიყვარულზე პატრიოსი. ბატონო და მე მეგონა თქვენ პირველ არხის უფრო პოლიტიკაში არის კომპრომისი და ორიგება და სხვა რაღაცეები და ხელოვნებაში ეგეთ რამე არ არსებობს. არ მე მეგონა თქვენ პირველი არხის უფრო ერთგული მაყურებელი იყავით. ხელოვნება კომპრომისი არის. გასაგებია, მაგრამ მე მაინც მეგონა რომ თქვენ პირველი არხის უფრო გულშემატკივარი აღმოჩნდებოდით ვიდრე ხართ. არა, რატო პირველი რომ ვერ გავიგე. მაგრამ მაყურებელი ხომ კარგავს ამ გადაცემას? რა თქმა უნდა კარგავს. ამიტომ მინდა რომ ის იყოს პრინციპული და ასევე პრინციპულად დაიცვას ესე იგი თავისი პრინციპები და ამას გაეწიოს ანგარიში. მაგრამ ეს პრინციპები დაიცვას პირველ არხზე. ბატონო ზურო. მე ერთ-ერთ წერილში პასუხად
დაძაბულ წელში თქვი რომ კომპრომისი ისეთი ცნება, იცით, ხშირად ზოგს ესმის როგორც ცალკრივი დათმობა და ამ შემთხვევაში მე მგონია გოგის ესმის როგორც ცალკრივი დათმობა და რეზონანსის პუბლიკაციაში საერთოდ თქვი რომ ჩვენ ადვილად არ უნდა შეველიოთ ერთმანეთს. სანამ ეს რეზონანსი დაიბეჭდებოდა მე ტელეფონით ვითხარი გოგის ამის შესახებ. არ უნდა შეველიოთ ერთმანეთს ადვილად, მაგრამ სამწუხაროდ აქ არ გამოვიდა კომპრომისი, ანუ ორმხრივი დათმობა. გოგის მხრიდან რა კი გოგი ამაზე არ მიდის, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, მაგრამ იქნება თუ არა სარკმელი გაერთიანება ილუზიონი მაყურებელს შესთავაზებს ისეთ ციკლს, რომელშიც კინოშედევრები იქნება. ეს არის მოკლედ. და ბოლოს ერთი წერილი, როდესაც ერთი წლის წინ ჟურნალისტმა გააკეთა სიუჟეტი სარკმელის დახურვის გამო, ამა ტელევიზიაში დიდი ვნებათა ხელვა გამოიწვია. დღეს ამ საკითხზე პრეს-სტუდია მსჯელობს. ეს არის პროგრესი, ეს გაითვალისწინოს ბატონმა გოგიმ. ტელევიზია მიდის წინ, ვითარდება და განვითარდება ბოლოს და ბოლოს. თუ რაც აკვირვებია, ჩვენ ყველანი ერთად არ უღალატებთ მას. ხო ასეა. ჟურნალისტი აღარ არის უკვე. ეს პრეს-სტუდიის ალბათ შემდეგი განსჯის საგანიც გახდება. დიდი მადლობა მეგობრებო, არ არსებობს როგორც ირკვევა ცუდი და კარგი ფილმები, მაგრამ არ არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები, ხო ასეა? და დიდი და პატარა როლები. ერთ-ერთ პატარა